Tutto bene. Grazie raga. გამარჯობა. დღეს ჩემი რომაული ამბები ცოტა არასტანდარტული ფორმატით იწყება. იმიტომ რომ არ მივდივარ არანაირი მუზეუმის და ღირსი შესანიშნაობის სანახავად. მე ჩემოძამ გადავწყვეტ რომ არც ვერი და არც ნაკლები. წავიდეთ ზღვაზე. ძალიან ცხელა და დილიდან გამოვედით კაუტაკის გზას, მაგრამ მე არ მაქვს სასურველ კოსტუმი. ამიტომ ჯერ მივდივართ რომ ვიყიდოთ. უბრალოდ ეხლა ვფიქრობ გზაზე. ალბათ 1 საათი მაინც დამჭირდება წასასვლელად, იმიტომ რომ ჯერ უნდა გავიდეთ ცენტრში, საიდანაც გავყვებით მე ტრანსპორტს, ანუ მანქანით არ მივდივართ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივდივართ და ნახოთ რა დრო დასჭირდება, ჩემთვის პირველი გამოცდილება. ნახოთ როგორი სანაპირო დამხვდება და ყველაფერი. როცა ზაფხულში ხარ რომში და ნანახი გაქვს, ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი და დრო გაქვს. შეუძლია ადამიანს გადასტოს. ნახოთ აბა ღირს თუ არა. ამან რომ მოინდომოს წამიყვანს. რა ხდება? სევალი სარველოდი, 10 წუთში ვიყიდე სასურველ კოსტუმი. და ისეთი აფი იყო რომ 2 წელი ვიყიდე და წავიდე საქართველოში. მისგან დამსავლის ვიყიდე, იმიტომ რომ არ ვიცი წელს რა მტერს. 2 წუთით რო ვჭერდები მზეზე ეგრევე მწვალს. ვიღაცას თელი ღამე არ უძილია და აკიმარებს. ბილეთების აღიქვათ რომ მივედით, ეგრევე 10 წუთში გადიოდა მატარებელი. ვეძებთ სად არის ჩვენი მატარებელი გიჟებიოდით. იქურა ჩავიდეთ ბოლოში. 25, 26, 27. მოვასწრეთ კიდე გამატარებელი შეგეცავა. ვაიმე. წუთი ეგაც მატარებელი. და რომელ მატარებელს უნდა ჩავსვლარიყავით, გვერდის მატარებელს მივაგრიგეთ. და გარდაკეტილია და გაგვაერორა. მატარებელში შევიცვალეთ მიმართულება, სადაც ვიდიოდით, იმაზე მოშორებით, სადღაც ალბათ 20 წუთით მოშორებით რა ქალაქიც არის. იქ ჩავოვედით, იმიტომ რომ გოგოებმა გვირჩიეს გზაში, რომ ბევრად უკეთესი წყალი და სივრცეა. სანტა მარინელა ქვია, სადაც ჩავოვედით. ესეც ჩვენი სანაპირო. საბოლოოდ ესეთი ფერი ავარჩიეთ, მოვიარეთ სანაპირო. როგორც აღმოჩნდა, აქ ესეა განლაგებული, რომ დასაწყისში არის უფასო სანაპირო, სადაც თავისი ნივთებით მიდის ხალხი. იქ ქოლგები და ეს გასაშლელი რაღაცეები არ არის და მერე უკვე სხვადასხვა ფერია. ყველას თავისი ფასი აქვს, ზოგი ძალიან ძვირი იყო. ერთი ადამიანი 40 ევრო ჯდებოდა ქოლგით და გასაშლელით. ბოლოს მოვედით ამ ადგილას, სადაც 30 ევრო დაგვიჯდა 2 ადამიანს ეს საწოლები და ქოლგა. თან აქ გამოსაცვლელი სივრცეც გვაქვს და ნივთებსაც უსაფრთხოდ ტოვებთ და თან იქ შორს რო გიწევდა წყლიდან დატოვება, აქ პირდაპირ სანაპიროსთან ხარ. ფერადი სანაპიროა. ნუ ფოტოებში რო ვნახულობდი ხომ ეს მაინტერესებდა ეს სივრცეები, იტალიური სანაპიროები და ერთ-ერთი ვარიანტი კი ვიხილე აქ. ეხლა რაც შეეხება მანძილს. რომის ცენტრიდან ტერმინი ხო არის ის თავარი სადგური ცენტრში და ტერმინიდან 1 საათის გზაზეა. ესე ქალაქის ცენტრიდან უწვეთ სანაპიროზე გამოხვა დაისვენებ. ხმელთაშუა ზღვაში პირველად ცურვის გამოცდილება. ძალიან მარილიანია წყალი, ანუ ძალიან. ხმელთაშუა ზღვა ხოლმე გამოირჩევა თავისი მარილიანობის დონით, მაგრამ მაგათ საერთოდ არ მიფიქრია და ძალიან მარილიანია იცა. სანაპირო და საერთოდ არ არის სუფთა წყალი, მაგრამ როგორც ღმად შედიხარ, მერე კაია.
9 საათია, რაც ვზივარ. მზეს ვეპიცხები, რაც ძალიან სასიამოვნოა. ტალღების ხმებს უსმენ, რაც ორმაგაც სასიამოვნოა და ლამაზად ვუყურებ და რაზე დავიწყებ იქნე. საბოლოოდ, რომ ანუ ჩვენი ქაოსური და გიჟური ცხოვრების რიტმის ფონზე ანუ ადამიანი მაინც რო ვერ ახერხებს, რომ შვიდ გარემოშიც კი მოდუნებას. ადამიანს უნდა შეგეძლოს, რომ როცა რაღაც სიმშვიდის მომენტი გაქვს, არაფერზე არ იფიქრო, მოდუნდე. და ეგეთ დროსაც კი განტვირთვა, მოდუნება სიმშვიდე რა რთულია. ან გონების მართვა უნდა შეგეძლოს საკმაოდ კარგად, არ ვიცი. მოკლედ იმის ნაცვლად რომ წამოვწვე და არაფერზე ვიფიქრო, ვფიქრობ ყველაფერზე და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ რა რთულია არაფერზე არ იფიქრო. ანუ იყო უბრალოდ და არაფერზე იფიქრო. საოცარი ცურვის მასწავლებელი შემხვდა ზღვაში და ეხლა მასწავლის რაღაც საოცრებას. Hello? Now I will teach you how to jump in the water. Now let's it. Let's it. Something what wrong? Wrong way. Please do not try at all. Please. Let's try again. Now I'm delphine. I'm delphine. Now I'm Medusa. Medusa. ეხლა ნინო გვასწავლის რანაირად უნდა გადავყირავდეთ შეზლონგიდან. როგორ მოახერხე? არა და ძალიან კარგი. როგორ მოახერხე? კრიმინალი. ჩემი ჩიპსი არ არის? კრიმინალს დავადექით თავზე ადგილზე. ჩიტმა შეგვიჭამა რაღაცები, ოღონდ პარკიდან როგორ ამოიღო, არ ვიცი. აი ეს ჩიპსი ასე როგორ გახსნა? და ჩამისკლინდა? და აი ესენი ესე როგორ ამოკორტნა, არ ვიცი. როგორ ჩანს ნისკარტით იმუშავა. კრიმინალი. კრიმინალი ჩიტები არიან, მოცა. რას ხედავ მე და რას ხედავს კოტე? ცოტა მივიბრაწე, მაგრამ მე მგონი არ დავიწვი. ასეთი იყო ჩემი პირველი დღე იტალიაში ზღვაზე. კარგი იყო, სასიამოვნოდ დაღლილი ბრუნდები ახლა რომში. დღეს დიდი დღეა, იმიტომ რომ თაკო ჩამოვიდა და მატარებლის სადგურზე მოვაკითხე, რომ დავხვდე ახლა. არასწორად ამოვედით მაქანზე, აი ველოდება. შენსკენ მოვქვი ვარ ლამაზო. ზუსტად 2 წელიწად ნახევრის წინ იყო, აი ზუსტად ამ სადგურზე რა დავხვდე. დარჩა შემოდგომა ზამთარი. თაკო გვასწავლის როგორ უნდა ითხოვს საპრეპარაშოს იტალიურად. Dove excusez-moi. Toilet. აი რომელია იტალიური ესკუზემოა თუ ტოილეტ? Excusez-moi, საიდანაც არის. არის. Იტალიურიან ტანგოლე. გადაწყვეტეთ რომ წავიდეთ ზღვაზე, ქალბატონს უნდა ზღვაზე და რადგან ქალბატონს უნდა ზღვაზე მივდივართ ზღვაზე. დღეს მივდივართ სხვა სანაპიროზე. წინაზე სადაც ვაპირებდით წასვლას, იქ მივდივართ დღეს. ხო და კოტეს ველოდები ახლა. უნდა ავკიდო ყველაფერი რაც წამოსაღებია.
ვერ მოგვარდნენ თაკო და აპარატი, მაგარი ჭუბი აქვს. ტრანზაქციონი. არ ნებდება თან. 1:25 წუთი ხო გვაქვს. ეხლა ვიღოთ ყიცები. Yum, გავიქეცით ახლა მატარებისკენ. მადლობ. თაკო ეხა იწყება, არ დავიწყება, მთავარი. აქ არის მილიონი ბაქანი. ჩვენი ერთ-ერთი არ არის. დაგვიყვანე ხო, ამით. სადღაც იქით ბოლოში და იმის ბოლოში კიდე. საერთოდ არ გეტყობა მღელვარება, რომ მატარებაზე გაგვიანდება. გადადება თულია. ტრანზაქციონი ოკეი. ჩამოვედით ლადისპოლში ვართ, ლადისპოლი ქვია ამ ადგილს. იმ დღეს ვიყავით სანტა-მარინელაში და ისეთი აურზაური და ქაოსია და რა ვიცი რა ხდება, ხალხით არის სავსე და ძალიან ბევრი ბავშვია, ალბათ სკოლის მოსწავლეები არიან. ძალიან მალე ჩამოვედით, რამდენი 9 საათი დასჭირდა მე მგონი ტერმინიდან. სულ რაღაც. და გააბოროდეს. მე მგონი პირად სანაპიროს ვიწყობთ, საბოლოოდ ცოტა იზოლირებული ადგილი ავარჩიეთ. მე მწყუროდა ძალიან და წავედი წყლის საყიდლად, მაგრამ უკვე რამდენიმე საათია სანაპიროზე ვარ და თუ არ წავედით ძალიან ცხელა. ჩემი ჭორფლები აფეთქდნენ. Ням-ням-ням. ეს არის კლასიკური სუპლი, არის წელება, მაგრამ გემრიელია. აბა შევაჯამოთ, შევაფასოთ ლადისპოლი და სანტა-მარინელა. ასეთი მზეა ლადისპოლში. ChatGPT როგორც მითხრა, რომ სანტა-მარინელა ბევრად უფრო ძვირია ვიდრე ლადისპოლიო არ იყო ეგრე. GPT? სასმელი მაგალითად სანტა-მარინელაში უფრო იაფად ვიყიდე ვიდრე აქ. ადგილებს გააჩნია. იქ არის უფრო დასასვენებელი, აი წაუკურორტებს, უფრო ესთეტიურია, ნაკლები ხალხია და კარგია რა განსაკუთრებით. 9 საათით შორს არის ალბათ დაახლოებით და აქ უფრო ხალხმრავალია, ძალიან დატვირთულია. აქ ვიკენდზე რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა. ზაფხულში კონცერტებია. მაგრამ ქალაქია თვითონ ძალიან ცოცხალი, ყველგან ხალხია, ქუჩები სავსეა. რომთან ახლოს სხვა სანაპიროებიც არის, მაგრამ რადგან ამორში ვიყავი და ყველაზე ახლოს არის, მე მგონი ესენი რომთან, ამ შემთხვევაში ესენი შევადარეთ. აქ ლადისპოლს დაუწერდი ყველაფრის ჩათვლით 10-დან 7-ს, სანტა-მარინელს დაუწერდი 8-ს. ასე შევთანხმდეთ. სრულიად გამოფიცებულები ვართ და უკვე მზად ვართ, რომ დავუბრუნდეთ სახლში. Bad guys, როცა მივდივარ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი იტალიელი მომღერლის კონცერტზე.
ფლავიო ქვია, ისე გაძელებია სასცენო სახელი და მოკლედ დღეს საღამოს ჩირკო მასიმოს ტერიტორიაზე არის კონცერტი. ადრე უნდა მივიდეთ, თორემ ამდენი 1000 ადამიანს რო წარმოვიდგენ, არ ვიცი რა იქნება. დავიწერეთ ცენტრისკენ და ხვალ დილით მოქვს ფრენა. ბარემ შემოვიარე, რომ გამერკვია ხვალ რო დილის 6 საათზე რო აეროპორტში ვიყო. რომ რას შემიძლია გავყო ყველაზე ადრე თუ მიდის რამე ტრანსპორტი. მთელი სადგური ხომ მომატარეს. ზოგი რას მეუბნება, ზოგი რას ვერ ძღოლებიც მომისამართებენ და მოკლედ საბოლოოდ ვიყიდე ბილეთი, რომელიც 100%-ით არ ვიცი რომ ზუსტად ვიყიდე, მაგრამ ეს ვინც აქ არის, ეს ოფისივით არის, კოტრალი ქვია და ამ კოტრალის ოფისში ვინც ზის ერთი ადამიანი იჯდა ერთი ბაბუ და მითხრა რომ 7-ზე უეჭველი გადისო, 6-ისკენაც ალბათო და მეთქი Google Maps-ზე კი წერია 5, მაგრამ ზუსტად არ ვიცი თქო და მაშინ თუ წერია შეიძლება იყოს 5-ეო და მეთქი არ ზუსტად მითხარი. ნუ საბოლოოდ მოკლედ ეს ვიყიდე რომ კონდეს აპლიკაციაც უნდა კონდეთ ამათ. თუ არა და საიტი უნდა კონდეთ ან ცხელი ხაზი იქნებათ, რაღაც იქნებათ. მოკლედ დაურეკავ. რომ ხვალ არ დავრჩე ფრენის გარეშე. ან ძალიან ცხელად და მთელი სადგური შემოვიარე და მეგონა რომ ძალიან მარტივად მივიდოდი და მეწყოდნენ და რა ვიცი მოკლედ რა. ანუ ყოველთვის ყველაფერი უნდა გადამოწყო ჯერ ინტერნეტში და მე ადგილზე. ანუ მარტო ინტერნეტში არ მარტო ადგილზე ვერაფერს ვერ გაიგებ. ეს ღამის ტრანსპორტი ხო ზოგადად პრობლემაა, მაგრამ დილის ტრანსპორტი წესით არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, იმიტომ რომ წერია რომ ინტერნეტში თუ არის, მაგრამ ნუ მოკლედ. A few minutes later. ესე იგი მეტროში ჩასვლამდე უბრალოდ დავხედე ახლა ამ ბილეთს, რომ ხო ყველაფერი სწორად დამიწერა იმ კაცმა თქვა, იმიტომ რომ ამობეჭდა ეს ბილეთი ბოლოში რაღაცა უყურა და ეს ექნა და მომცა. და ესე მეტროში აი ფეხი რო უნდა შემედგა, უცბად ხედავ რომ იტალიურად წერია რომ ამობეჭდილია შუადღით და ვალიდურია საღამომდე. ანუ დღევანდელი თარიღით. და მე ხვალინდელი თარიღით ვჭირდებოდა ბილეთი. აღარ მინდოდა ეხა იქ მიბრუნება, აქ ვინც იყო თანამშრომელი მეტროში იმას ვკითხე რომ ეს ხო ამას ნიშნავს რომ მარტო დღეს გამოვიყენებ ხო და ესეც აიბნა და მეთქი ჯანდაბას მიუბრუნდი და იმ კაცთან საბედნიეროდ დამხვდა რაღაც ქალი იყო კიდე. და მივედი და მეთქი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ხო ხვალდილისთვის მინდოდა ბილეთი და აქ ხო საღამომდე არის ვალიდური თქო და ამ ქალმა გამომართვა დახედა და გადაიქნია თავი. ნუ ანუ შეეშალა, შეიძლება მიხვდა კიდეც ის კაცი, მაგრამ დაიკიდა. და ასე ბილეთი გამომართვა და ხელი შეასწორა და მოაწერა ხელი და თუ შეგამოწმებენ პრობლემა არ არისო და მეთქი 1 საათი დავკარგე ამის გამო. მამმა მია მართლაც. წავედი ახლა კონცერტისკენ და იმედია ამ ბილეთით წავალ აეროპორტში ხვალ. ესე იგი ამ ჯიბის ქურდებზე ისეთი ამბავია, მეტროში ჩამოხვალ და აცხადებენ, ჯიბის ქურდები არიან ფრთხილად იყავიო. სადგურზე ჩახვალ სადმე რომ მატარებლის ბილეთი იყიდო, იქაც აცხადებენ, ან თუ სადმე შეიძლება რომ გამოცხადდეს და რამე ისმის, ყველგან აცხადებენ რომ ფრთხილად იყავით. აპარატზეც რომ მიხვიდე ბილეთის საკითხად სადგურზე სადმე, იქაც ყველგან ჯერ გეუბნებიან რომ ფრთხილად იყავით ჯიბის ქურდები და მე აგრძელებ ბილეთის ყიდვას. 2 საათით ადრე მოვედი. იმხელა ტერიტორიაა, რომ დავდივარ კლუბზე, რომ ვიპოვო თავის შესასვლელი. მაინც და მაინც, აი ამხელა უზარმაზარი ტერიტორიის იმ ნაწილში მოვედით, სადაც გამოსასვლელია და სადაც უბრალოდ VIP-ს უშვებენ. აი სადღაც იქიდან მოვედით და უნდა შევიდეთ აქედან. ჩვენ 2 საათით თუ მეტი 2 საათნახევრით ადრე მოვედით. თადარიგი დავიჭირეთ ჩვენ ჭკუით და ამ დროს რა ხდება აქ? აი ხალხი. ესენი მე მგონი დილიდან აქ არიან. ვაიმე რა ვაწუწუნებდა მეორე მხარეს, მეორე შემოსასვლელიდან კოშმარი ხდება. რამხელა რიგია. Ide che აქედან არ მოვედით. Qui venivano celebrati gli eventi più importanti della città. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ასე თუ ისე კარგ ადგილას მოვაღწიეთ. რომელია საკოსაყვარელი იტალიური სიტყვა? Sembriamo quasi amici. Come una bomba
guardo da qui mentre fa tenere gli occhi su me. Per Flavio e per la band. Quelle solite ridicole, carine, vuote, sdolcinate, frasi fatte sì ma fatte, ma non dormo più perché una sera mi intristisco un po', ma non capisco più. Io non lo so, quando perdo la testa e tu resti comunque vicino a me. Resta una canzone che non so. Accendete tutti una cazzo di luce. Ma tutti, dico tutti, tutti. Momenti in cui... Grazie raga. Credo di poter dire che è stato il concerto più bello della mia vita. Grazie mille. Wow, non mi va di andare via. Mi fermerò per un po', raga. Quindi grazie che c'eravate stasera, perché io non me lo dimenticherò. E spero nemmeno voi. Vi voglio bene, raga, vi voglio bene da tutto il mio cazzo di cuore. La vita è più bella quando succedono queste cose. E niente, il concerto è finito. დამთავრდა კონცერტი და სახისაკენ ჰერი. ძალიან კარგი იყო. ალბათ ეს დღეს უნდა მახსოვრება. ძალიან კარგი იყო. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად.